როგორ მოქმედებდა რიგი საკითხები, რაც ესე აი მაგალითად რელიგიური კუთხით, რომ აი ეკლესიას ებრძვიან ეს განსაკუთრებით იმ უმცირესობების მიმართულებით და მერე ეს ყველასათვის ცნობილი რომ უნდა გაგვათხოვონ, უნდა რაღაცა ხო გახსოვთ ხო აბა რაღაც ახალ არ მინდა ის სიტყვა ვახსენო რომ აბა ისინი გინდა მოვიდნენ მთავრობაში და ასე შემდეგ. რა ხდება სისტემაში დღეს? რატო ხდება ეს ყველაფერი? ყველას გვახსოვს ის კიტოვანის დროინდელი საქართველოს და როგორ იქცეოდა პოლიცია. მშინებან საფუძვთა სამინისტრო დღესაც არის პოლიტიზირებული, არის არაანგარიშვალდებული და რა თავარია ქართულ გავლენებზე დაქვემდებარებული უწყება. ყველაზე თავარი რაც ახლა ჭირდებათ პოლიციას არის თავისუფლება. თავისუფლება გადაწყვეტილებებში და მოქმედებებში. გამარჯობა. დერეფანი ბრუნდება 24 ეპიზოდით. მადლობა რომ ხართ ჩვენი გამომწერები და ჩვენი მაყურებლები. ისინი ვინც გვიყურებთ და არ ახართ ჩვენი გამომწერები, აუცილებლად გამოგვიწერეთ, დააჭირეთ ქვემოთ აი ამ გამოწერის ღილაკს, დააჭირეთ გვერდზე ზარის ღილაკსაც და ჩვენი ახალი ამბები პირველი თქვენთან მოვახომე. აგრეთვე ნებისმიერ თემაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ქვემოთ კომენტარებში ჩაერთეთ დისკუსიაში და ვისაუბროთ ამა თუ იმ თემაზე თუ იმ თემებზე, რომელზეც მომავალში გინდათ რომ დერეფნის ეპიზოდები გავაკეთოთ. დერეფნის გუნდს გადაწყვეტილება რამოდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული, რომ ამ სივრცეში რაც YouTube ქვია, ძირითადად ვილაპარაკებთ შემეცნებით ამბებზე, ნაკლებ პოლიტიკაზე, უფრო მეტ საინტერესო ბევრ ამბავზე და ასეც გავაგრძელეთ და ბევრი თქვენთაგანი ამ დროს შემოგვიერთდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ განდგომილად იმ რეალობისგან, რომელშიც ფიზიკურად, რეალურად ცხოვრობთ და მხოლოდ რაღაცა YouTube სივრცეში ვერ ვიარსებებთ, ამიტომ არის თემები, რომლებზეც შეუძლებელია არ ილაპარაკო მაშინ, როდესაც ისეთი უბედურება ხდება, რა უბედურებაც უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ქვეყანაში განვითარდა განსაკუთრებით პოლიციური თავგასულობის, პოლიციური კრიმინალის პირდაპირ დავარქვევდი, რაღაცა უდიდეს ტალღაში მოვექციეთ. იქნებოდა ეს გორში მომხდარი ინციდენტი, სადაც თავისთვის, თავის აზრით მოფარებულ თვალს მიღმა უმოწყალოდ ათეულმა პოლიციელმა სცემეს საქართველოს მოქალაქეს. შემდეგ ის კადრები, რომელიც გავრცელდა 2022 წლის, სადაც უმოწყალოდ სასტიკად აწამებენ ადამიანებს პოლიციის განყოფილებებში, იმ ადგილას, სადაც პირიქით მაშინ უნდა მიხვიდე, როდესაც გასაჭირი გაქვს და სახელმწიფოსგან დაცვა გჭირდება. შეუძლებელი იყო, რომ ამ თემას არ შევხებოდით და ამაზე არ გველაპარაკა, თვალები დაგვეხუჭა, პირი აღარ გაგვეღო და გადაწყვიტეთ, რომ ამ ამბავზე აუცილებლად ერთი ეპიზოდი გვესაუბრა. გვესაუბრა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ყოველდღიურობა არის, არ არის ერთი ვიდეო ან ორი ვიდეო, ერთი შემთხვევა, მართლა ერთეული. ყველა ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ყველამ ძალიან კარგად იცით ეს რა ამბავია, ყველამ იცით უხეში მომართვა როგორია, ყველამ იცით უბრალოდ ქუჩაში გაჩერება. ყველამ იცით აი ეს ღირსების შემლახველი ქცევა, დამოკიდებულება, რომელსაც ძალიან ხშირად იჩენენ ამ ბოლო დროს სამართალდამცავები, ის ადამიანები, რომლებიც თქვენი დაცვით უნდა იყვნენ დაკავებული. არა აბსტრაქტული კანონით, არამედ თქვენი საქართველოს მოქალაქეების დაცვით უნდა იყვნენ დაკავებული. პოლიციური განუკითხაობა ამ ქვეყნის ისტორიის მუდმივად თანხლები მოვლენა არის საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რაღაცა გასტობრივი პრინციპები, მაგრამ ჩვენ მქონდა ბევრი კარგი პერიოდი, როდესაც რაღაცა რეფორმები გატარდა. იმ 50,000-ზე მეტ ადამიანში, რომელიც ამ სისტემაში მსახურობს, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც თავის საქმეს პირნათლად აკეთებს. მაგრამ ის ფორმები, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით ამ სისტემამ მიიღო, არ გვაგონებს პოლიციას ან სახელმწიფო სტრუქტურას, არამედ უფრო ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატის ელფერს გვიტოვებს. ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩემ კოლეგებთან, ჩემ მეგობრებთან, ჩემ თანამებრძოლებთან, ადამიანებთან, რომელმაც ბევრი იმუშავეს უკანასკნელ თვეებში იმისთვის, რომ დაეწერათ კონცეფცია რეფორმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიცია, როგორ უნდა ოპერირებდეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო. იმისთვის რომ მან არ შელახოს ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობა და პირველ რიგში რაც ყოველთვის თავი არ შელახოს ადამიანების ღირსება. იმიტომ რომ პოლიცია ამისთვის არ არის, რომ ადამიანების ღირსება შელახოს, ვინმე საგრძნობინოს რომ მასზე უკეთესია, მასზე ზემოთ დგას. პირიქით, პოლიცია არის ორგანული ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და ის სტრუქტურა, რომელსაც უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჯერს. ამ ადამიანებმა იმუშავეს იმაზე, რომ თქვენთვის ეჩვენებინათ როგორია ასეთი პოლიცია. ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იმაზე, რა ხდება დღეს სისტემაში და რა თქმა უნდა, იმაზეც რა უნდა მოხდეს. სამართლის დოქტორი ლანა გალდავა, ჩემი კოლეგა და დათო ლომინაშვილი ადამიანი, რომელმაც 20 წელი მიუძღვნა იმას, რომ ქართული პოლიციელი განსაკუთრებულ დავალებად დეპარტამენტი ისეთი ყოფილიყო, როგორიც ყველას გვიამაყებოდა. დავიწყოთ იმის აღწერით, თუ რა ხდება სისტემაში დღეს. რატო ხდება ეს ყველაფერი? ლანა, შენგან დავიწყებ. იყო პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც შენ ომბუდსმენის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში მუშაობდი და მსახურობდი, შემდეგ ბევრი შეხება გქონდა სხვადასხვა დროს ამ ყველაფერთან. რა მიიყვანა საქართველოს თითქოს ერთ დროს გამომძვრალია იმ რაღაცა საბჭოთა მილიციის მოდელიდან, რომელიც 90-იან წლებში გაგრძელდა, თითქოს გამოძვერით ამ ყველაფრიდან, პოლიციის რეფორმით, საპატრულო პოლიციის შექმნით. რამ გამოიწვია თუნდაც 2010-იან წლების დასაწყისში, ვარდების რევოლუციის შემდგომ სააკაშვილის პერიოდშიც ის დეგრადაცია და რამ გამოიწვია ეს დეგრადაცია, რომელიც არ ნახული არის შენი აზრი რო გითხრა. მოგესალმებით, ძალიან გამეხარდა ის, როდესაც გაიხსნა საუბარი ამ თემით, რაც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში რეფორმის აუცილებლობა და ჩვენი ხედვის კონცეფციის წარდგენა. Რაც თქმა უნდა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში არ ყოფილა ისე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით არ გატარებულიყო რეფორმირება, ან რეფორმირების მცდელობისკენ არ ყოფილიყო გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქვეყანაში მთავარ პრობლემად დარჩა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღესაც არის პოლიტიზირებული, არის არაანგარიშვალდებული და რა თავარია ქართულ გავლენებზე დაქვემდებარებული უწდება. აი ეს სამი კომპონენტი, როდესაც არის ერთად, იქ უკვე არის ისეთი შედეგი, როგორსაც ბრიგავს და ეს არის ჭარბი კონტროლის პოლიტიკა, რომელიც არ არის მიმართული ისკენ, რომ მოხდეს მაცასების დასვისკენ გადაიბას ნაბიჯები, რაც ძირითადად უნდა იყოს პრევენციული ხასიათის და არა შემდეგ უკვე პოსტფაქტუმ რეაგირება. ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეინარჩუნა რაღაც სადამსჯელო და რეპრესიული ფუნქცია. ამაზე იმატება ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც წესით უნდა ჰქონდეს ძალოვან უცნობაზე, რაც უნდა ქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მაინც რადგანაც მენტალურად ვერ გამოდის იმ ცნობიერებიდან, რომ ეს არ არის დანამატი მმართველი პარტიის რგოლის, ამიტომაც ვერ ვითარდება შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე, როგორც არის საჭირო. აი ეს არის მთავარი სამი პრობლემა, რაც დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე და მართლაც რომ იყოს ისეთი სახელმწიფო, აი ბევრი ეტაპ გადალახული და შემდეგ აი დემოკრატიის ქვეყანა, რა თქმა უნდა, ძალათა ბალანსის მიხედვით უნდა მიყოს მისული იქამდე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით იმდენი კონტროლი და როგორც შიგნიდან, ასევე გარედან საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისითაც, არასამთავრობო სექტორიდან, სხვადასხვა დარგების სპეციალისტების მხრიდან, რომ ეს ჭარბი ძალის და ხისტი ჩარევა იყოს აღკვეთი. რა თქმა უნდა, რაღაც პრივატიზაციის გადაცილება ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ფორმით, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები შემდგარი დემოკრატიის ქვეყანაა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შიდა გამოძიების დეპარტამენტი მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ არ გამიდეს პოლიციელი იმ ჩარჩოებიდან, რა ჩარჩოებიც არის ერთის მხრივ საზოგადოებრივი მარცხის დაცვა და მეორეს მხრივ თითოეული ადამიანის უფლების დაცვა. ანუ რა უნდა გაკეთდეს ახლა ამ მიმართულებით? პირველ რიგში დეფოლარიზება
დეპოლიტიზირება უწყებს. მაგრამ ნაწილზე მე ბოლოსკენ გადავალთ ჩვენ რეფორმის. მაგრამ თვითონ სისტემის შიგნით, რა თქმა უნდა, არის ჩასატარებელი რეფორმები. რეფორმა არ უნდა დაიწყოს მხოლოდ უწყების შიგნით, რეფორმა უნდა დაიწყოს გარედან. თქვენ თვითონ არის ხელისუფლება დაყრდნილი საკანონმდებლო აღმასრულებელი სასამართლო ხელისუფლება. დავიწყოთ ჯერ საპარლამენტო კონტროლი და როგორ მივიაზრებთ ჩვენ საპარლამენტო კონტროლს. დეტალურად მე მაგნატურზე აუცილებლად ვისაუბროთ. მაგრამ უფრო დეტალურად ჩაშლით, რა თქმა უნდა, გვექნება დღეს საფოტოს საშუალება და განვიცოთ ამ. პირველ ნაწილში მინდა რომ მაინც თქვენ თვალით დანახული სისტემის ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზები. და 20 წელი ბევრია. და ეს 20 წელი მოიცავს იმ მთელ პერიოდს, როდესაც იყო კარგი რაღაცა პოზიტიური ჰორიზონტზე ჩანდა ის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი დაიმსგავსოს იმას, რაც შენ კარგიც გინახავს, მაგალითად საფრანგეთის ჟანდარმერია ან სხვა. მაგრამ ხო, მიბრუნდა ეს ყველაფერი რაღაცა ერთგვარი ისევ სწორია პარტიული მსახურების, ხელისუფლების სერვისად და სამსახურში ყოფნად გარდაიქმნა. ხშირად მისაუბრეა იმ ადამიანებთან, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას აზროვნებდნენ იმ პერიოდში და მათ მაშინდელ პერიოდზე ყოველთვის აქვთ ეს პასუხი რა, გამართლება, რომელსაც მე გამართლებად ვერ მივიღებ, მაგრამ სულ იყო ეს ლაპარაკი, რომ ჩვენ ვებრძოდით გამალებულად უმძიმეს სინდიკატს, რასაც ერქვა ეს ქურდული სამყარო და ორგანიზებული დანაშაული და ამან გამოიწვია, რომ ჩვენ შიგნით გადასთომები დაგვიგროვდა და ამას ვერ პასუხობდა ასე შემდეგ. და ხო, რა ვიცი ხა, კარგად ისმინება, მაგრამ ჩემი აზრით არ არის გამართლება იმისა, რომ პოლიცია მოიქცეს ისე როგორც იქცევა თუნდაც ორგანიზებული დანაშაული. რა არის შენი აზრით მიზეზი აი ამ დეგრადაციის, რომელშიც ეხლა ვცხოვრობთ და რა მოხდა სისტემაში ისეთი, რომ აქამდე მივედით. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ უფრო მეტად ვისაუბროთ იმ პრობლემებზე და ზოგადად განსაკუთრებით ეხლა ჩემთვის პირადად პოლიციაზე და სამართალდამცავებზე საუბარი გაცილებით და ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა ისე პერიოდულად რო გავყვეთ, სწრაფად რო გავიაროთ რაღაც საკითხები, იმიტომ რომ ეხლა ყველას გვახსოვს ის კიტოვანის დროინდელი საქართველოს და როგორ იქცეოდა პოლიცია და შემდეგ უკვე 2003 წლიდან რაც მართლაც უნდა ითქვას და დარჩება ისტორიას, რომ ის რეფორმა რაც საპატრულო პოლიციის სახით და შემდგომ უკვე სხვა რიგი სამსახურების გაკეთდა ქვეყანაში, იყო ეს იყო აი გარღვევა რა ძალიან დიდი. მაგრამ მალევე რაც ვიხილეთ, ხო, რაც მოყვა, ხა ის იყო ერთი აი გუტარუბაქიძის შემთხვევა, რომ მე იმ ხალხს მივიდეს და ქვემეხი ჩაუდეს იმაში მანქანაში ლამის, რომ აი მაქედან დაიწყო თითქოს ეს კარგად დაწყებული საქმის უკვე უკუსვლა. და რაც მე გაგრძელდა ეტაპობრივად, აი რაც ახსენეთ თქვენ ეს ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლა, პოლიცია ერთის ხრივ რომ თავისი ჩარჩოში მოქცეული, მაგრამ დანარჩენი უკვე მე ის პენიტენციალურში გრძელდებოდა ეს ამბავი, რაც უკვე ხა პოლიციის ცოტა გვერდისავლით იყო და პირდაპირ შემხებლობა მას არ ქონდა. აი ყველას გვახსოვს მე 2012 წლის პერიოდი, წინა პერიოდი განსაკუთრებულად, როდესაც არჩევნებისკენ მივდიოდით და რა მდგომარეობაც იყო, კი და ამიტომ აი და დღევანდელ დღემდე მოსული, აი პოლიცია როგორც მხარე, აი რაც არის ხოლმე რა პერიოდები, რომ არის გრძნობა იმდენად, არის რაღაცა განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელი ალბათ რომ. კი, განსაკუთრებით ეგ პერიოდი. აი უკვე აი მთელი ყურადღება, კონცენტრაცია არის პოლიციაზე, იმიტომ რომ ნების რა ის მოქმედებები რაც ხდება ქვეყანაში, ხო? მინდა არ გინდა, პოლიციის საპოლიციო ღონისძიებები ჩარჩოებში ჯდება და ამიტომ აი ყოველად აი ჯერ მიუღებელი ერთი და ძალიან ცუდად ასახქმელია ის რომ გეხარ, ეს არ აქვს მნიშვნელობა ამას, ეხლა რა სახის პროტესტია, ხო და აი პოლიცია, რომელსაც პირდაპირ ევალება, რომ ის უნდა იყოს, უნდა იცავდეს სამართალს. და ადამიანის უფლებებს და არის ბევრი რიგი საკითხები, რაშიც უნდა აქტიურობდეს და აშკარად ჩანს, რომ არის მხარე, რომელიც დგას და არა იქ რამე ისე წესრიგის დაცვის მხრივ რო ან ორი მხარე ერთმანეთს ეხა იქ ცოტა ნაკლებად თუ გახსენდებათ ეხლა რომ მე მახსოვს ეხა ჩემი მუშაობის დროს როცა განსაკუთრებულად ეს იყო ხოლმე ან 17 მაისის ამ უმცირესობების შეკრებებზე სადაც გვიწევდა ორი რაღაცა სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთთან განცალკევება
და რაშიც ძალიან ჩვეულებრივ ეხლა არც ერთის და არც მეორეს ჩვენთვის ეხლა ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრი ადამიანისთვის სულ ერთი იყო იქ ვინ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე პოლიციაც სამწუხაროდ რაღაცნაირად მხარეთ იქცა და რაც აი რამდენიმე ეპიზოდია ეხლა ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებულად ეხლა ერთი როცა აი იმ გასული წლის აი დეკემბრის მოვლენების დროს როცა ჟურნალისტი რო ნიღბიანებმა რო ჟურნალ რუსთაველზე ზედა ქუჩაზე კი მაკაჩიხლაძის ეპიზოდი სადაც მე სხვა დანარჩენ აი მსახიობები ბიჭი ცემეს კი იყო ეგეც იქვე იმ ქუჩაზე და ნუ აი მოქმედება ისეთი რომ პოლიციელი უყურებს აშკარად მე ხო პოლიციელთან დიალოგიც ხო იყო რა აი უყურებს აშკარა სამართალ დარღვევას და უბრალოდ განა არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს მაგრამ ოვებს იმის დაბეჭდილებას ახლა პირდაპირ ეს ხელგად ვერ ვიტყვით ხო ახლა ვინ რა მითითება მისცა მაგრამ ისეთი დაბეჭდილება რჩება რომ ნუ უბრალოდ აქვს რაღაცა მითითება, არ ვიცი ახლა. რო აი ხო ხვდები და ის რამდენად დამანგრეველი როცა მოქალაქეს განცდა გაქვს იმის რომ ვიღაცა ქცემს, ვიღაცა რაღაცას აფუჭებს, დაინახა პოლიციას უნდა დაუძახო პირველ რიგში, იმავე გიშველოს და იმან უნდა გიშველოს და უყურებ რომ ნუ ადამიანმა არ იცის რა გააკეთოს. ვიძახის ურეკავს ვიღაცას სამართლოდ გამოიყურებოდა კი აი ძალიან ასეული დამკვირვებლის მდგომარეობაში პოლიცია რომელიც მოყოლია ასევე უკვე აი თვითმმართველობის არჩევნების დროს კალაძის შტაბზე მელიქიშვილის ქუჩაზე რო რამდენიმეჯერ რაღაც მსვლელობა რო იყო და ხალხი რო იქიდან გამოვიდნენ და რაღაც აი ხო აი შესაძლებლად ორი მხარეა რა ორი მხარეა და ახლა ისინი აგრესიული მასა იყო ნახეთ ხო ცემენ ვიღაცებს ურტყავენ ისვრიან რაღაცებს და პოლიციაც რაღაცნაირად როცა ძალიან მარტივად რა ხედავ სამართალდარღვევას მოკიდე ხელი წაიყვანე გაარიდე იმას ამიტომ რაღაცა მით უმეტეს მე აი ხა ის იმაზეც ვისაუბრეთ ის გორის შემთხვევა ის რომ ამდენი იმხელა ყურადღება პოლიციის მიმართ რომ ნებისმიერი მოქმედება ალბათ ყველა პოლიციელი თუ ის სახელმწიფოებრივად ფიქრობს ხო მაქსიმალურად ყველამ თავი უნდა შეიკავოს რომ მსგავსად რაღაც ადამიანები არიან ყველანი და რაღაც გადაცდომები ხდება როგორც ლანამ თქვა რომ ნებისმიერ ქვეყანაში ეს არავინ არ თქვას რომ რაც არ უნდა რეფორმა გატარდეს რაც არ უნდა კონტროლი იყოს იქნება სამწუხაროდ რაღაცა გადაცდომები მაგრამ ამას ისეთი ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს რა და კი ბატონო ეს მივდივართ იქამდე რომ თვითონ რაღაც აუცილებლად ჩიხშია შესული ნდობა არის დაკარგული სამწუხაროდ ძალიან და მე ძალიან მომწონდა ის რომ აი ეს გამოიძახე პატრულის აი ეს თვითონ ის რომ აი ხალხმა შეიცვალა რაღაცნაირად მენტალურად და ეს ნდობა გაჩნდა რომ არა რაღაცა სხვა მეთოდებით მოაგოა რომ რაღაც ამბავი არამედ აიღო ტელეფონი დარეკო 112-ში და გამოიძახო პოლიცია კი და ის არა რომ სხვაგან არ დარეკო რა და რაღაცა იქიდან მე ვიმით არ ჩაგერთოს ვიდეოთი ვიღაცა და რაღაცას პრობლემა არ გადაგიჭრას ხო აი რაც ანუ შენი რეალობა იყო რა ჩვენ მაგაში გავიზარდეთ ისეთ თაობას წარმოვადგენთ რომ რა სკოლის ასაკიდან ხდებოდა ეგეთი ამბები ლანა ორი მნიშვნელოვანი რაღაცა იყო რაც დათომ თქვა და მაგაზე შენი ანალიზიც მაინტერესებს ერთი აი 2000 მოდი ასე ვთქვა რა ხელით ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დასწრებში სადაც ჩვენ თავრობის კანცელარიაში ამ საქმეთ იყავი დაკავებული რასაც ძალოვანებთან მუშაობა ერქვა პირველი ისეთი შემაწუნებელი ამბავი დემონსტრაციის თვალსაზრისით იყო 13-ის თუ 14-ის 17 მაისი ხო 13 წელი იყო მე მგონი მაშინ ჩვენ ხედავთ რაღაცა რადიკალურად განწყობილ ადამიანების დიდ ჯგუფს რომელიც სხვა ადამიანების ჯგუფზე თავდასხმას ცდილობდა რეალურად მაშინ პოლიციამ თავის ფუნქცია პირნათლად შეასრულა მე უხედავად თქვა შეიძლება პიროვნული გემოვნებებისა და სწორი იყო რაღაც შეიძლება რაც მოგწონდეს რაც არ მოგწონდეს მაგრამ ფუნქცია რომ ეს ადამიანები გაერიდებინათ ჯგუფი მეორეს ეს შეასრულა
მანამდე იყო აი რაღაცა გახსოვს ცნობილი ამბავი საჯარო ბიბლიოთეკასთან, როდესაც ვერ მოხდა ამას შეჩერება და რაღაცა მაშინდელი ნაციონალურ მოძრაობის სახეებს თავს დაესხე. მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცა რადიკალურად ჩემი აზრით იცვლება გავრილოვის ღამეს, რომელიც აი ხა უახლოვდება და ეს განცემა კი გავა ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ ჩვენ როცა ვწერთ, რამოდენიმე დღეში მაგამის წლის დავიდგება. Ზას ფიქრობ, სად გადაწყდა ეს ამბავი მათ ხელში? კი, პოლიტიკური დაკვეთა, ამაში მე მგონი შევთანხმდით, რომ პოლიტიკური დაკვეთის ამბავია. როდესაც შენ ზემდგომი პოლიტიკურ დაკვეთას გამოუშვებს, იქ სამწუხაროდ გვერდზე გადადის აი ეს ყველაფერი რეპუტაცია, აი ეს წარსული ძალიან ცუდი, იქიდან ძლივ გამოსული ამ რეპუტაციიდან გამოსული პოლიცია, რა მოხდა? რა მოხდა მაგ მომენტში? ესეთ პოლიციელი, აი არის მოწოდებით, პროფესიით პოლიციელი გვირია. ღირსეული პოლიციელი, რომელმაც იცის, რომ თავისი მთლიანი შეგნებით უნდა ემსახუროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და პოლიციელი უნდა გადაუდგეს წინ ტყვიას, იქნება ნებისმიერი დაპირისპირებას, რაც ქუჩაში არსებობს და ის თავის შინაგანი სტრუქტურით, თავისი მენტალიტეტით უნდა გიცავდეს. მაგალითად, საბჭოთა მილიცია იყო 89 წელს 9 აპრილს, მაგრამ როგორ მოიქცა საბჭოთა მილიცია, დადგა ხალხის მხარეს. ანუ ყურეთ, აი ეს ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის აი ეს მომენტი, როდესაც იყო, მათ წომბი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა არჩიეს, პოზიცია არჩიეს სახელმწიფოებრივი და ისინი იმ დარბევების დროს მოსახლეობას იცავდნენ. შემდეგ უკვე, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება ახალი რუსის ჯარის წინააღმდეგ რუსის ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ხალხს იცავდნენ და იმ ღამეს უფრო მეტი ადამიანი რო არ დაიღუპა და უფრო მეტი ადამიანი რომ არ დაშავდა აი ამ დარბევების დროს, ეს იყო იმ პერიოდის მაშინ ერთეული გვირობა იყო გვირობები იყო მაშინ პოლიცია ხო, არა, ყველა პერიოდში არსებობდა. შემდეგაც იყო რა თქმა უნდა ნათელი წერტილის შემოტრიალება, მაგრამ იქაც ძიმე დანაშაულებიც მოხდა, დანაშაულებრივი უმოქმედობებიც მოხდა, შემდეგ მოხდა ის, რომ სახელმწიფო იმიჯის არ გასაფუჭებლად რაღაცები დაამალა, რაღაცები გვიახმოვან და აი ეს ხელის დაფარებები უფრო მეტ შედეგებს გვაჩვენებს. რაც შეეხება აი 2012 წლიდან სიტუაციას განსხვავდებოდა დასაწყისში, შემდეგ შეიცვალა შუა პერიოდში და დღესაც ძალიან განსხვავდება. მე მაგალითად აქციების დროს აი პროფესიული თვალით ვატყობ პირდაპირ, ვინ დგას პროფესიონალი, ვინ არის იშვიათად თავდაცვის ნაწილი, უფრო ნაკლებად აი განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც ხანდახან არის, კი, არის სიტუაციები და ინფრასტრუქტურა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა გააჩნია სად რომელ ადგილას, ხო? და არიან ის რა შეატყობ ადამიანს, როგორ იქცევა რომელი ადამიანი. ხო, და ვინ შეიძლება იყოს რაღაცა სამხედრო სპეცსამსახური? არა, სხვა რამეს ვამბობ. აი მაგალითად, ყველაზე მეტი გადაცდომა ჩანს და დანაშაულებრივი ქცევა მათი მხრიდან ბოლო პერიოდში და ყველა უკავშირდება აქციების დარბევას. ანუ შენ ხედავ, გაწვრთნილი რო არის ადამიანი და წინ სპეცრაზმელი რო გიდგას, თუ იმას ეტაპები გავლილი აქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ეკოს-სუსის თავისი დაწესებულება თუ სხვა ეს ხალხი აი ამ პოლიტიკური ვაკხანალის პერიოდში, რომლებისთვისაც კარები გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ერთიანად მოხვდნენ აი ამ სისტემაში, არც ინსტიტუციური ცნობიერება არ აქვს, არც ინსტიტუციური მეხსიერება არ აქვს, ისევ ნეპოტიზმით, ისევ კორუფციით, მათთვის საერთოდ ფასეულობას არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რო უყურებ, ხო? კრიმინალები არიან მოძალადეები არიან. ანუ მე მათში არ მინდა პოლიციელი დავინახო, მაგრამ მათ მიანიჭეს ის მანდატი, ან ჩააცვეს ის ფორმა, რომელიც აცვია პოლიციას, რომელიც მართლა ღირსეული პოლიციელია და რომელიც დგას და მათი ქცევა უფუჭებს მთლიანად იმიჯს საქართველოს პოლიციის სისტემას, ხო? ეს როგორ მოხდა? აი დათო მართალს ამბობს. უნდა დავიწყოთ პოლიციის აკადემიით. იქ რომ ადამიანები იზრდებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ისინი შეჩვეულები იყვნენ 17 წლიდან გადიოდნენ ეტაპებს, სწავლობდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, შემდეგ გადიოდნენ ნორმატივებს, შემდეგ მათ ამუშავებდნენ როგორ უნდა მომხდარიყო თუნდაც მასების მართვა, თუ დარბევები იქნებოდა, რა უნდა გაეკეთებინათ, როგორ უნდა ყოფილიყო ძალის გამოყენება. დღეს არის შეყრილი ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც საკუთარ თავდაცვად წარმოუდგენიათ, რომ იხურონ თავზე რაღაცა შავი ქუდები
და ვერ განასხვავებ ჩვეულებრივი რიგით. ბანდიტები ვიცი ბავშვებიდან ეგრე ვიცოდით რომ სახეს მალავს ეზოში რომ თამაშობდი პოლიცია სახეს ვიცი მალავდა და ის ბანდიტი სახეს მალავს ამოსაცნობი ნიშანი არ აქვს მართალია ხა ყველა არ შეიძლება მიამოვიცნო რიგითმა მოქალაქემ მაგრამ როდესაც შიგნით სამინისტრო შიგნით რაღაც გადაცდომა თუ მოხდა და შეხედავენ და აი ამ კადრებს გაარჩევენ იქ ამოსაცნობ ნიშნებს თვითონ უნდა მიხვდნენ მაგრამ ეს რას ნიშნავს იცი რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ბოდიში ამ სიტყვას და შეყარეს ადამიანები რომლებიც არიან მაგალითად ვიღაც ადამიანები რომლებიც არიან კუთმაგარი და მოძალადე და აი სადღაც ვარჯიშობენ და იმათ იყენებენ ამ ადამიანების დასარბევად მაგალითად ის ადამიანები რომლებიც არის პარტიული აქტივი და რომლებსაც ეუბნებიან რომ შენ აქვს დაუსჯელობისა ეს მომენტი, შეგიძლია რაც გინდა ის გააკეთო და რაც გინდა ის გააკეთო, აკეთებს იმას, რაც გაუკეთეს მაკაჩიხლაძეს, რაც გაუკეთეს გურამ როგავას, რაც გაუკეთეს ჩვენ ნებისმიერ ადამიანს. თორე ის ადამიანები, რომლებიც ინსტიტუციურად მოდიან, იმათ თავის შინაგანი შემაკავებლებიც აქვთ, მაგრამ როდესაც აი ესეთი ვაკხანალია ხდება და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, მე დათო სხედვარ და ვსაუბრობ, რა უნდა გავაკეთოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირველ რიგში აუცილებელია გენერალური ინსპექციიდან უნდა დაიწყოს. ეს არის სამინისტრო, შიგნით სამინისტრო. არ შეიძლება გენერალური ინსპექციის უფროსი იყოს ბრმად მორჩილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოველ ჯერზე გენინსპექციის უფროსად ნიშნავდნენ ადამიანს, რომელიც მისი ახლობელია, რომელიც ბიზნეს დაცვის უფროსი იყო ეს ბოლო კაცი ხა მინისტრის მონადირედ გაუშვეს, მაგრამ აი მაგალითად გენინსპექციას რო ემოქმედა აი ბოლოს გახმაურებულ შემთხვევებში თავის დროზე ვეხავთ ცხადია მყისიერი რეაქცია უნდა მოხდეს კი გადაცნობები არსებობს დანაშაულებებიც არსებობს მაგრამ მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს გენინსპექცია აი ამ თვალსაზრისით გენერალური ინსპექციის უფროსი ჩვენი რეფორმის მიხედვით ხო უნდა იყოს დანიშნული გარკვეული ვადით, რომელსაც ინსტიტუციური და მინისტრის სვამაზე არ მოქმედებდეს და დამოუკიდებლობა ქონდეს. რეფორმის მთავარ პუნქტებზე გადავალთ. დათო, ერთი ამბავი, ხო შენ ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, არ ვიცი მთელი კარიერა, მაგრამ ბოლო წლებში მსახურობდი იმ სამსახურში, რომელმაც, ყველაზე დემონური სახელი მიიღო, ეხლა და რაღაცა სრული დიაბოლიზაცია მოხდა. ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, GDD წოდებული, რაღაცა მართლა ზედმეტ სახელებით მე ეგეც კრიმინალური ავტორიტეტები ვიცოდი და პირველი რაც სამსახურში გახსენება არის ტიპი, რომელსაც ხარება ქვია და არის რაღაცა ჩვეულებრივი ბოროტების უბრალოდ განსახიერება. ბევრს ძირითადად მივედით ხო ამაზე ვამბობთ რომ თანხმდებით რომ ეს პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დაინახო ადამიანის თვალით რომელიც შიგნით არის რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს ამ ფორმას რაში გამოიხატება აი რა არის ეგ პოლიტიკური დაკვეთა შიგნით როგორ მუშაობს ეგ ყველაფერი აი შენ ხიყავი თან იმ წლებში სადაც ხო დაემთხუეთ მე მგონი ამ კაცსაც ხო ეგ მუშაობისას როგორ მუშაობს ეს ყველაფერი აი რატო მიდის შენ თვალით დანახული ძალიან საინტერესოა რატო შეიძლება ადამიანი რომელიც მიდის სადღაც პოლიციაში სამსახუროდ მესმის ლანგას ამბობს რომ უკვე აღარ არის ეგ ზღვარი, მაგრამ ეგ ხო ბოლოს დაიწყეს განსაკუთრებით რაღაც რამდენიმე წლის წინ თქვენს რომ ნორმატივები აღარ გვჭირდება და მასიურად შეიწყეს. მანამდე ხო მაინც ადამიანი რომელიც მიდის ამ სტრუქტურაში მე მინდა მჯეროდეს და მაინც ვიტყვი რა სახელმწიფოებრივად უყურებ მჯერა იმის რომ იქ უმრავლესობა მიდიხარ იმისთვის რომ იმსახუროთ კანონს და ემსახუროთ ადამიანების დაცვას და კანონიერების დაცვას. რა ხდება ესეთი ადამიანის თავში და როგორ მიდის იქამდე რომ ხდება ტიპი რომელიც დათო კაცარავას ან ვიღაცას მოწყალოთ უბრალოდ სცემს რა საჩვენებლად. მე ბოდიში რა ჩაგეჭებთ ერთი რეპლიკა მინდა მხოლოდ არათუ ახლებით ავსეს ახლები რომლებიც ქუჩიდან მიიღეს პროფესიონალები გაუშვეს. ხო, იმიტომ რომ რაღაცა წავიდა და დათოსავით ხალხი წამოვიდა იქიდან. პროფესიონალებს რო გაუშვებ და ვიღაცას ქუჩიდან მიიყვან. ნაწილი წამოვიდა, ნაწილი გაუშვეს. პარტიულ აქტივს და იმ ადამიანებს რომლებსაც საერთოდ გამოცდილება არ აქვს. შემდეგ მოხდება ის რაც ჩვენ გვჭირს ბოდიში რო ჩაგეჭერეთ. კი, აი რა ხდება მაგრამ როგორ ხდებოდა როგორ მოქმედებდა რიგი იყო რაღაც რიგი საკითხები რაც ესე აი მაგალითად რელიგიური კუთხით რომ აი ეკლესიას ებძვიან ეს განსაკუთრებით იმ უმცირესობების მიმართულებით და ეს ხა ვიცით რომ ყველა ხა ძალიან რელიგიური, ყველას თავისი მწამსი აქვს და ეს ძალიან ისე მოქმედებდა ყოველთვის რა, რომ აი ესენი არის. რაღაც იდეოლოგიური ამბავი, ესენი არიან დამახსენებიან იმას რა,
რა ქვია, ჩვენ ადატწეს ხო, ადატწეს რელიგიას, ასე შემდეგ, ეკლესიას. ასევე ეს აი როგორ ძალიან ისეთი საკვები იყო ყოველთვის, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე გადავიდა ეხა მეორე პლანზე, ამით უკვე ეხა აღარ ხდება, ამით манипуლირება, ასე ვთქვათ რა. მერე ეს ყველასათვის ცნობილი რომ უნდა გაგვათხოვონ, უნდა რაღაცა, აი ხო გახსოვთ ხო, რაღაც ეხა არ მინდა ის სიტყვა ვახსენო, რომ აბა ისინი გინდა მოვიდნენ მთავრობაში და ასე შემდეგ რა. ეს არის ის რაღაც საკვები ბჭყალებში, რომლითაც უმეტესი ადამიანი ძალიან მისი სოფხედველობით დიდი თუ პატარა საბოლოო ჯამში აქედან მერე ძირი მიდის განათლებასთან, ყველაფერ იმ საკითხებთან, როცა ადამიანს რაღაცა თვითშეფასების და იმის გარკვევის რა როგორ არის რეალურად ეს არის თუ არა და მარტივად მოწყვლადი ხალხი რაც არის, ძირითადად მივიდივართ ამაზე და ეგ არის რა, რომ ამით ძალიან ბევრ ადამიანს დაიყოლიებ, გადაადგმევინო ის ნაბიჯი და მას წამს, რომ ის სწორად იქცევა. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ როცა შენ ეუნები, რომ ესენი არიან, თუ არ ესე არ იქნა, ეს შენ ხვალ გაგათხოვებ. ჩვენ ახლა ამას ვიცავთ რა, იმას කියავთ, რა უკვე კანონი რაღაცა ყველაფერი მეორე პლანზე გადადის. ჩვენ ვიცავთ, რომ არ გაგვათხოვოთ და რელიგია არ წაგვართ. ეგ ის არის რა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აი საერთოდ რომ აი რა სტონა აინტერესებდეს ვინმეს, ან და მართლა ოცნებ ყოველთვის მაგ იმაზე, რომ რაღაც საერთოდ პოლიციას არ აინტერესებდეს ვინ არის კულტურის მინისტრი ან რაღაცა ზოგადად რა პოლიტიკის მინისტრიალებს ქვეყანაში რა მისთვის არის მისი ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ბიბლია არის კანონი პოლიციის შესახებ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსი და მოქმედებ ამით რა ეს ძალიან მარტივია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კი აი ყველაზე მარტივი ყველაზე თავარი რაც ახლა ჭირდებათ პოლიციას არის თავისუფლება გადაწყვეტილებებში და მოქმედებებში კვალიფიკაცია საბედნიეროდ არის ბევრი კვალიფიციური კადრი პოლიციაში ამდენი წლის განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება ცოცხალი ორგანიზმია ეხა თავდაცვის სამინისტრო განსხვავებით პოლიციისგან როდესაც ეხა მადლობა ღმერთს ომი არ არის ხო ეხა სხვა შემთხვევაში ხო ის არის მომზადების რეჟიმში კი მომზადების რეჟიმში სამშვიდობო მისიები იყო და ეხა უკვე ცოტა ისეთ პასიურ რეჟიმშია გადასული თუმცა ემზადება მუდმივად მაგრამ პოლიცია სულ მუდმივ საქმეში მით უმეტეს ვიცით ხო რაც ხდება ხო არ ჩერდება უბრალოდ კი რა თქმა უნდა კრიმინალი იყო არის და იქნება ყოველთვის და იმის მაგივრად რომ ამ მიმართულებით იხარჯებოდეს დროც ენერგიაც და ყველანი ვართ კონცენტრირებული ყველა მთელი პოლიციის მთლიანი შემადგენლობა რაღაცა გამოვა 50 კაცი რაღაცის გასაპროტესტებლად და ყველას უღრიან თავს და მიყავთ იქ და თან ეგ ხდება ხო ანუ თუ ეგ ამბავი არის მთელია ეს რაღაცა კი აი ეგ არის ყველაზე აი მაგაზე მე ზუსტად აი ძალიან მოკლედ მე ბოლოში ჩვენ რეფორმის იმასაც ზუსტად მაგას გულისხმობს რომ არ შეიძლება ეხა აი ჩემი მე ეხა ის დრო რაც გავატარე საფრანგეთში ხო იქ სადაც ვიყავით აი ვერც კი წარმოუდგენია იმ ადამიანს რომ ხო იცით თან ეხა საფრანგეთში ყოველდღიურად რაღაცა სულ რაღაცას აპროტესტებენ რა ხო აი უამრავი რა აი უამრავი რა ჩვენ სადმივალთ იქ რა ხო და აი მათ რომ ვინმე ოდესმე დაუძახებს იმის გამო და რომ გამოდით და ეხა დაგვეხმარეთ თქვენ აქ წესრიგის დამყარებაში გამორიცხულია ეს საკუთარ თავის სპეციალისტების აკეთებს კი რაოდენობა გაკლიათ გაზრდა არის განსაზღვრული ყველაფერი ამიტომ ეს გამოანთავისუფლებს იმიტომ რომ მას ეხა რაზე იფიქროს იმან თან მით უმეტეს მაგ დროსაც არ შეიძლება თუნდაც მას დემონსტრანტს რა შვიდობიან დემონსტრანტს ესაუბრო იგივე ენით და იგივე დიალექტით რა როგორც კრიმინალს მესმის რომ ხო ეს ისეთი მიმართულებაა კრიმინალური პოლიციის მიმართულება რომ რაღაცა ის ლექსიკა რაც ჩვენთვის ხანდახან მიუღებელია ხოლმე თქვენ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ აი იმ ხალხთან რა ხალხთანაც მათ უწევთ ძირითადად ურთიერთობა ხო ძირითადად შეხება და ურთიერთობა აი რა როგორ და ისინი მით უმეტეს ცოტა ისეთი ადამიანები თუ არიან უკვე მრავალჯერ ნასამართლევი და რაღაცა უბრალოდ თუ არ აქეთ შეიძლება ხო ნუ აგრესიული ვერ აგრესიული ამიტომ ახლა იმ იგივე ლექსიკით არ შეიძლება რა 17-18 წლის გოგობიჭებს რომელიც გამოვიდა აქციაზე რაღაცის გასაპროტესტო და არა აქვს მნიშვნელობა იგივე იმით ესაუბრო რა საერთოდ რა უნდა კრიმინალური პოლიციის წარმოადგენს აქციების დაშლის დროს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი თქვი რა ეს რაღაცა
იდეოლოგიური საკვები. კი. როდიდან იწყება პოლიციაში აი ეგ იდეოლოგია მაგ საკვების შემოშვება? სიმართლე გითხრათ, თითქმის რა ყველა ეტაპზე იყო ხოლმე, ადრე რომ წინა მთავრობის დროს ტრისხატი ხო რუსეთი. ნუ ეს რუსული ნარატივი და მერე უკვე აქეთ აი ზუსტად ის 17 მაისის 2013 წელი იყო თუ არ ვცდები არის რაღაც ტაბურეტკიანი მამაოების ისა და აი მაკედან, იმიტომ რომ აი მე ხა ხო, მაშინ ჩდება ეს კი აი მაკედან მოყოლებული ნელ-ნელა ეტაპობრივად მოდის ეს და სხვათა შორის ძალიან ისეთი რეაქცია იყო ხოლმე ყოველთვის რა. იმიტომ რომ ბოდიში აი მე მახსოვს ეს 17 მაისის შეკრებები, როცა უკვე მაგის შემდეგი წელია თუ არ ვცდები, ჩვენ თვითონვე ვაორგანიზებდით, სადაც ვაძლევდით შეკრების ადგილებს, იქ იკრიბებოდნენ, მივდიოდით ტრანსპორტით, მოყვავდა კანცელარიასთან, სადღაც და უკეთებდით კორიდორს, რომ გამოსულიყვნენ, გამოეხატათ თავისი რაც უნდა და პროტესტი რაღაც, მოკლე იკრიბებოდნენ არაფრისთვის. რაღაც გამოდიოდნენ, რაღაც სიტყვით ვიღაც და მე ისევ ვიყვანდით და ვაბრუნებდით უკან. ეხლა ბევრს არ მოსწონდა შეიძლება ეს, მაგრამ ნუ ეხლა არ არის ეს ჩემი რეალობიდან გამოდიან რაც ქვეყანაში. ხო, აი ეგრეა, ეგ არის ჩვენი საქმე, ეხლა ნუ ყოველთვის გაითვალისწინოთ ის საფრთხე ხო რაღაცა. ანუ მე ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის რა ჩემთვის საკმაოდ ისეთი ეხლა სიახლე. შენეზეთ მაგ საკვების გარეშე, მაგ იდეოლოგიურ საკვების გარეშე იგივენაირად იქნებოდნენ დღეს ხელისუფლების მხარეს, როგორც არიან და პოლიტიზირებულები თუ ნაკლებად. ხო, რომ ნაკლებად რა, იმიტომ რომ მაგრამ არის რაღაცა ის კიდევ ამოდროულად რა, რაც საბოლოოდ სამწუხაროდ ბოლოს, იმიტომ რომ აი განსაკუთრებულ დავლებთა დეპარტამენტი აი მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ პირველი გამოირჩევა იმით, რომ საომარი მოქმედებების დროს პირდაპირ, იმიტომ რომ გასამხედროებული თავის დროზე ეს არის შინაგანი ჯარის რაღაც ფაზებზე, კი, აშენებული და შემდგომ განვითარებული უტყება და სტრუქტურა. ამიტომ იმდენად დღესაც მუშაობს ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი, ვიტყვი ამას, რომელიც ომის მონაწილეა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და მათი მხრიდან ეს რა თქმა უნდა ისინი პოლიციელები არიან, მაგრამ ზუსტად ეხლა რა ვიცნობ რა და ვიცი რა მათი დამოკიდებულება, ყველა როგორც აი სამხედროებს ხო ყოველთვის ვიცით რომ რაღაც განსაკუთრებული სხვა გამორჩეული ღირსების მატარებლები არიან, როგორც რა თქმა უნდა ეხლა ეს არაფრით არ აკნინებს სხვა პოლიციელების სტატუსს. მაგრამ ამ სტრუქტურაში ხო, განსაკუთრებით ამ სტრუქტურაში და ამიტომაც ნებისმიერ რაღაც შემთხვევაზე ცოტა ისე რეაგირებენ რა ძალიან, იმიტომ რომ თან ამოდროულად იმდენად პატარაა ეს ქვეყანა, რომ ყველა ვიღაცის ახლობელია, ყველა ვიღაცის მეგობარია, ნათესავია, როგორც პოლიციაში, ისე იმის იქით, აი რამდენჯერ ხა ჩემს პრაქტიკაში, რომ მდგარ ვარ და იქით ჩემი მეგობრები და არაფერი ეს ჩვეულებრივ რა თქმა უნდა. ახლა მეც მეგობრიშვილები და პატარა თაობა და ხო, ეგეც არის ხო პოლიციაში ძალიან ისა ხშირად, რომ რაღაცა თაობებად, როდესაც მსახურობა, ხო ეგ. კი, როგორ არის? აქეთაც და იქითაც. ხო, ლანა, აი ამ საკითხზე მინდა და შემდეგ გადავიდეთ უკვე და რეფორმა თქვათ ბოლოსკენ მაგას მინდა და უთმო, მაგრამ სანამ ამზე გადავართ ერთი აი სწრაფი კითხვა. შენ გიწევდა ამ პერიოდში ხო რა შეხება მთავრობის კანცელარიიდან და ამ სტრუქტურებთან, როდესაც აი რაც დათომს ხო, როცა ეს რაღაცა იდეოლოგიური საკვების ცვლილება, რაღაცა რუსული მტრის ხატის ჩანაცვლება, რეალური მტრის, მოდი, ჩანაცვლება მოგონილი მტრით. და ხო ხა რა ვიცი ხო პირდაპირ თქვა მოგონილი ამბავე მოგონილი მტერია და სხვა შორის ხშირ შემთხვევაში ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის რუსეთში მოგონილი მტერი არის ეს რაღაცა როუქიზმი თუ რაღაც სექსუალური უმცირესობა ჯოჯოხეთი რაღაცა ხო როგორ შეიძლება რომ ის ჩანაცვლა მაგრამ ფაქტია რომ ეს მუშაობს და პოლიციელი გამონაკლისი არაა ხო საზოგადოების დიდ ნაწილზე იმ მტრის ხატის აი ასე ფორმირება სამწუხაროდ მუშაობს შეხება ქონდა ამ ყველაფერთან რატო ხდებოდა ვინ იყო ამის უკან ვინ დადგა იმის უკან რომ აი ეს ყოფილიყო მთავარი იდეოლოგიური საკვები ქართული არმიისთვის და ქართული პოლიციისთვის რომელსაც რეალური მტერი უდგას რა ვიცი აგერ ნებისმიერ წერტილიდან 40 კილომეტრში არა ახლა თვითონ განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტში ხელმძღვანელობა რასეუბნებოდა თავის ხო ეგ პროფესია ადამიანებს ეს რა თქმა უნდა ახლა შიდა ინფორმაციებია, შიდა სიფრცეა და იქაზე მარტივად. ანუ სამთავრობო პოლიტიკის დონეზე არისო ეგ? სამთავრობო პოლიტიკის დონეზე არსებობს ის
და გაწერილია, რომ უნდა კონდეს ნებისმიერ ძალობას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მათთვის იკრძალება აქციებში. მაგაზე ვთანხმდებით, მაგრამ ამაზე ლაპარაკი საყოფილა. არა, იმაზე მონაწილეობა ვითი კბებობდნენ, არა, მათი მთავარი საკუთარი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩემი კარგო. ჩვენი ეროვნული ინტერესი. ფაქტია რომ შეიცვალა ეგაო, ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო რუსების წინააღმდეგ. ფაქტია ეგ შეიცვალა. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ევროპული და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ამას გვეუბნება ჩვენი ეროვნული კონცეფცია 2011 წლის განახლებით, თუნდაც ამას გვეუბნება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი და ის მომენტი, რომ ადამიანები როდესაც დგანან და იცავენ ქუჩაში აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან, ან იცავენ კონკრეტულ ობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ადამიანებისგან, თუ იქნა შეტევა მასზე და ასე შემდეგ, იქ ადამიანი უნდა და პროფესიონალი განსაკუთრებით უნდა საზრდოობდეს იმ კანონმდებლობით, რა კანონმდებლობის დაშვების ხარჯზე. მაგრამ კონკრეტულ გადაცდომებზე, რა თქმა უნდა, რეაგირება რაც ხდებოდა ცნობილი, იმაზე ყველას რეაგირება უნდა მოეხდინა. მაგრამ აი ეს არის სწორედ რომ ანგარიშვალდებულება რო არა აქვთ. აი ეს არაანგარიშვალდებული უწყება რო რჩება ბოლომდე, პოლიტიზირებული რო რჩება, შინაგან საქმეთა მინისტრები და ზოგადად ძალოვანი წარმომადგენლები ყოველთვის რომ მართველი ელიტის ან ოჯახის წევრები არიან, ან მათთან ძალიან დაახლოებული პირებია არიან. მაგალითად, როდესაც გამოდის რომელიმე კონკრეტული პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რატო უნდა მოვიწვიოთ, ოპერატიული თათბირები გვაქვსო. ანუ ოპერატიული თათბირები, მე შენ და დათო დავსხედით ახლა და ვილაპარაკეთ ერთმანეთშიო, ეს ყოფილა უპირატესი, ვიდრე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და აი ესეთი ორგანოები, რომლებიც უნდა წყვეტდნენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურას და სისტემას. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში როგორც არის ნდობის ჯგუფი, 3 ადამიანი დასხდება, იმიტომ რომ ოპოზიციაში მონაწილეობას არც იღებდა და არც იყო, რა ილაპარაკეს ისედაც გარეთ ვერ ამიტომ ამბობს გასაუქმებელია ის ნდობის ჯგუფი. გადავდივართ რეფორმაზე. რეფორმაზე გადავდივართ. გადავდივართ რეფორმაზე. 9 პუნქტისგან შედგება ეს რეფორმა ყოველთვის იქნებიან მეტ-ნაკლებად ღირსეული ადამიანები, მეტ-ნაკლებად პროფესიონალი ადამიანები, მაგრამ სურათი არ შეიცვლება. სახელები ლანა გალდავა იქნება ხვალ, იქნება დათო თუ თაზო, თუ არ შეიცვალა, შეიძლება შენ კონდეს მყისიერი რეაგირება მოახდინო, მაგრამ შემდეგ აი ამ კანონებით შენვე გახდები სისტემის მსხვერპლი. შენვე გახდები, შენვე მოგიშორებენ და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა კვლავ იქნება ჩამოკიდებული და ისევ იგივე გაგრძელდება. 9 პუნქტიანი რეფორმა გვაქვს, ჩვენი ეპიზოდის ბოლოსკენაც მივდივართ. გავიყოთ ეს ამბავი, მე შემოგთავაზებთ ამ კონცეფციას. არის ესეთი პოლიტიკური საკითხები და სტრუქტურული საკითხები. მოკლედ, რამოდენიმე ძირითად სტრუქტურულ საკითხზე გთავაზობ დათო, რომ შენ წარგვიდგინო იგივე აქციების მართვა, შრომითი უფლებები, ხელფასები და პრემიების ამბავი და სტრუქტურული რეორგანიზაცია და ლანას ვთხოვოთ შეაჯამოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხი, დამოუკიდებელი კომისიის, პოლიციის აკადემიის რეფორმა და ანტიკორუფციული და შიდა კონტროლის სისტემა. ხო, წოდებები და დაწინაურება გამორჩა. მოკლედ, თუ შეგიძლიათ რაღაცა 4 წუთში ჩავეტიოთ და თქვათ დათო და მოკლედ, ესე იგი, ყველაზე მეტად რაც ახლა ჭირდება ერთი, ვთქვით კიდევაც, რომ რაღაცა რეფორმა უნდა გატარდეს და გატარდეს იმ ფორმით, რომ შედეგი მივიღოთ რა. 100%-იანი შედეგი რაღაც ამავდროულად ჩვენ თვითონაც გვჭირდება რა, ცოტა რაღაც მენტალური ცვლა, იმაში რომ რაღაცა ისეთი ჩამკეტი და გადამზღვეველი ისინი არ ჭირდებოდეს ნებისმიერ უწყებას, რომ იქ არ გაჩნდეს იმის შიში, რომ იცი ეს თუ აი კანონი თუ არ იქნება, მოვა ვიღაც და შეიძლება იმან უცებ თავის თავზე მოირგოს. ხო, ნუ იქნება მაგამდე წივიდეთ. ნუ კადრების შერჩევის იმედია, იმიტომ რომ ოდესღაც ალბათ სხვა ის ხო, რომ რაღაცა ბოროტება არ იქნება ნორმალური ქვეყნები, ვისთანაც ჩვენ გვინდა ინტეგრაცია და გვინდა რომ იქ წავიდეთ და არა მზე აღარ ამოდის ჩრდილოეთიდან. ხო და მოკლედ კადრების შერჩევის ყველაზე მამით უნდა დაიწყოს და დამთავრდეს ყველაფერი რა, შეირჩეს კადრები იმ ფორმით და იმ კვალიფიკაციის გამოცდილების და ცოდნის და განათლების, რაც პირველ რიგში მოთხოვნადია იმ კონკრეტული საქმისთვის.
კადრის შერჩევა ჩვენ აუცილებლად მე ეს დღემდეც კიდე მუშაობთ ახლა რომ როგორ შეიძლება ეს ჩვენ კომისიას ვფიქრობთ მინისტრის ჩართულობა პარლამენტის ზედამხედველობა და ბევრი რიგი საკითხები ეს არასამთავრობოები ვინც და აქ ამოდროულად აუცილებელი რაც არის რითიც უნდა იყოს რომ ნებისმიერ ყველა ისეთ აქ საუბარია საკონძომებზე თანამდებობებზე, პოზიციებზე, რა თქმა უნდა, რომ აუცილებლად უნდა ინიშნებოდეს გარკვეული ვადით და ვერ გაანთავისუფლებს მინისტრი ამ შემთხვევაში. პოლიტიკური თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირი ვერ გაანთავისუფლებს თუ რაიმე სისხლის სამართლებრივი ან სხვა რაიმე ისეთი გადაცდომა არ აქვს. ეს დამიჯერეთ მაქსიმუმ 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტულობით ხსნის წნეხს იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც იცის რომ ეხლა როგორ მუშაობს, ხო იცით, დღეს მოვიდა მინისტრი, ვიცით, რაღაცა მრავალწლიანი გამოცდილების პოლიციელი, ეხლა მე ვერ განააქვს ნამუშევარი, მოვიდა, რა თქმა უნდა, მას უნდა რომ მოიყვანოს თავისი გუნდი. ეს გუნდი როგორ კომპლექტდება, ჩვენ არ ვიცით, ხო? და თუ გადავხედავთ, იმდენი მინისტრი შეიცვალა, ქვია უწყებამ, რომ ხვალ მოუნდა ვიღაცას და აღარ არის ბატონი თამაზაშვილი უკვე მისაღები და მოვა ვიღაცა სხვა. ავტომატურად ეს გულისხმობს იმას, რომ ყველამ უნდა დატოვოს და ტოვებს როგორც წესი, იმიტომ რომ მაგალითად ბოლოს რაც მე გავიგე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც მართლაც კარგი პოლიციელია, ღირსეული თავისი წარსულით ასე შემდეგ, საკუთარი ნებით დაწერა ბატაკი და გავიდა კადრების განკარგულების ქვეშ. ანუ ეს ხა რაზე ბანკიერი სისტემური ტრადიცია რომელიც გასაკროა. ეს უმთავრესი. შემდეგ ეს თან ყველაზე განსაკუთრებულად ხა ჩემზეც და ყველა იმ ჩემს თანამშრომელზე და ყველა პოლიციელზე როგორც შეიძლება პრემია ისე არ გაუხარდეს თანამშრომელს, დამიჯერეთ მართლა ეგრეა, როგორც უხარია ჯილდო, მორიგი წოდება, იმიტომ რომ ეს რაღაცა ამ სტრუქტურაში მიდიხარ, ეს არის რა ჟენი თვითმიზანიც ესაა, რომ რაღაცა ეხა ყველა ჯარისკაც უნდა გენერალობა და ნებისმიერ მით უმეტეს დამსახურებულად ეს განსაკუთრებულად ძალიან მეტ ძალას იამაყეს რა თქმა უნდა ყველგან ერთად მაგრამ დამანგრევლად მოქმედებს ადამიანებზე ის ფაქტი როდესაც უყურებ რომ რიგი პირების დაუმსახურებლად არ ეკუთვნის აი ეხა ვიცით ყველამ ხო ბატონი მამუკა მდინარაძის ეს თავბრუდამხვევი 7-თვიანი კარიერა, სადაც უმცროსი ლეიტენანტიდან გენერალ-მაიორის წოდებით დაამთავრა. მიწასთან გასწორება მთელი ხო, ეს არის იმ ფიქრობ ოფიცრის ინსტიტუტის სრული რაღაც შეურაცხყოფა. დისკრედიტაცია. კი. და ამიტომ ეს საკითხი უნდა როგორც გვაქვს ჩვენ განსაზღვრული და ჩვენი ხედვა გულისხმობს იმას რომ ეს ჯილდოები, მორიგი წოდებები, რაც რა თქმა უნდა თავის წესები დღემდე მოქცეულია. წესები არსებობს, უბრალოდ არ იცავს არა. ხო, არის მოქცეგანა არ არის, მაგრამ ამას რა თქმა უნდა არავინ არ იცავს. პრემია დანამატები, რომელიც რა თქმა უნდა დამსახურების მიხედვითაც უნდა, იმიტომ რომ ეხა გვინდა არ გვინდა, ყველა რაღაც მატერიალურ იმაზე ვარ დამოკიდებული, ხო, ყველას ყავს ოჯახი, ყველას აქვს რაღაც ვალდებულებები და მსახურებით საქართველოს, მაგრამ დაფასებად საქართველოსიდან ეს მე უკვე გაგრძელება ცოტა ისე იმას იწევს ხოლმე რა მსახურებით საქართველოს, მაგრამ გჭირდება რა თქმა უნდა არსებობისთვის რაღაც ხალხზე ხო არ მსახურებით ეს ყველაფერიც უნდა იყოს ესეც ძალიან გულისწყეტას იწევს და ესეც უნდა არის კანონით განსაზღვრული ვის როგორ, მაგრამ ესეც არათანაბრად ნაწილდება. სამუშაო დრო, რაც ყველაზე არანორმირებული სამუშაო დრო. და ეს სულ ესეა. კი, სულ ამას ვამბობ, რომ გახვიდეთ ქუჩაში და კითხოთ პოლიციელს, ნებისმიერ პოლიციელს, როდის იყო შვებულებაში ბოლოს, მაშინ როცა მას უნდოდა და სრულად იყენებს თუ არა იმ დღეთა რაოდენობას, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული. პასუხს არც ერთი არ მეტყვის პასუხს რო გიგო. ხო, იმიტომ რომ ეს არის, აი, წარმოიდგინეთ რა, ეს შენი პირადი დრო, რომელიც გჭირდება აუცილებლად ადამიანს გჭირდება დასვენება და ეს კი და მე ზუსტად ეგ იწევს აგრესიულობას და რაც შემდგომ მოყვება ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანია პოლიციელიც ცხადია
და ძალიან უჭირთ მე უკვე გადაღლილ ადამიანებს უკვე თავის კონტროლი და ის აი როგორი რაღაცა იცი რომ მე შენში ხედავს პრობლემას მის პრობლემას აი მაგალითად და ასევე ძალთა ბალანსი და ეს ფუნქცია მოვალეობების გამიჯვნა რაც აუცილებლად ერთ-ერთი საკვანძო ის დიახ რომ აი რა უნდა აქციის მასების მართვის დროს დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის რაღაც ყველა სტრუქტურული საპატრულო პოლიციის, ყველა სტრუქტურული ერთეული იმისათვის რომ მასა შეიკრას გამოყავთ. ადრე იყო რომ აი წინა მთავრობის დროს და მერეც რომ ეს მასიური სწავლებები ტარდებოდა ხოლმე რომ აი ყველა რეგიონებიდანაც აი ეს სხვადასხვა სტრუქტურული ისინი რომელსაც უბრალოდ ასწავლიდნენ როგორ უნდა ემოქმედათ აქციების ასე ვთქვათ დაშლის დროს და ეხლა არ ვიცი ტარდება თუ არა და ამიტომაც მათი მოქმედება ეს რაღაც ადამიან აგრესიული და ეს ძალადობას რასაც ხედავთ ხო ეს პირველ რიგში არის ნუ თოდინრობის და მე უკვე რაღაცა ადამიანური მიდრეკილება სამწუხაროდ რიგი ადამიანების და ძალადობისკენ უკვე ცნობიერად მიდრეკილი რომ არის მით უმეტეს როცა პოლიციელი ხარ და თავისთავად უკვე ლეგიტიმური ძალადობის ერთ-ერთი უფლება არის და ამიტომ ეს კონტროლი ამაში და ეს აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს რომ იქ ეს გადაღლილი ადამიანი რომელიც დგას 2 დღე 3 დღე და იმისთვის შენახარ იმის წყარო რომ შენი გულისთვის დგას ახლა იქ კი და ამიტომ მე შენს მიმართ ის გადაჭარბებული აგრესიას და ისიც ძირითადად აქედან გამომდინარეობს რა და ამიტომ და აი ყველაზე კიდე ლანაც უფრო მეც ვიტყვის იმაზე ეს არის განათლება არ შეიძლება აი ეს არის ზუსტად 22 წლის შემთხვევა რაც იყო რომ ახალ ბავშვი ის ახლა ჩემთვის ვატარა ბიჭი ალბათ 20 წლის რომელმაც ჯერ კიდე ალბათ არც ისაა გათვითცნობიერებული პოლიციელი არის თუ ქუჩის ბიჭი რაღაცა მისი ქმედებები ამას არა ჯანსაღია პროცესია თვითონ არის ზიების პროცესი თავ წარმოვიდგინოთ მაგას აი გასულ ვაკეთებდით მე მგონი გასულ წელს იყო მიღებული ის დადგენილება რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების ანუ დანიშნა ყოველგვარი კონკურსის უმაღლესი განათლების და რიგი რაღაცა 24-ში მიიღეს ბოლოში აქციების ბოლოს რო სწრაფად იმიტომ რომ იყო პერიოდი რომ არ შეიძლება რომ ყველა ოფიცერი იყოს რა ოფიცერი უნდა იყოს უმაღლესი პირველ რიგში უმაღლესი განათლები და სხვა დანარჩენი რიგი გამოცდილება ასე მე უკვე ესეც ამოიღეს იმიდან რომ შეუძლია ოფიცერი გახდეს ყველას გენერალიც კი შეუძლია გახდეს 9 კლასის განათლებული განათლების მქონე პირი ლანა განათლებიდან გადმოვიდეთ და მთელი პოლიტიკური ნაწილი იმის მოლოდინში სანამ ნორმალური ცივილიზებული დემოკრატიისთვის და რესპუბლიკისთვის შესაფერი ხალხი მართლა დაიკვიდრებს პოლიტიკაში და ერთმანეთს ჩაენოს და მან ორი ყველა მხარე რომელიც ერთმანეთს არჩევნებში შეეჯიბრება იქნება ასეთი და არ იქნება რაღაცა ნაწილი ველური და ნაწილი რესპუბლიკის მცველი რა არის ის ნაწილები რაც უნდა გაკეთდეს იქნება ეს ნეიტრალიტეტი სპეციალური კომისიების საპარლამენტო კონტროლი და აი აკადემიით გადმოვიდა და პირდაპირ აი მარტივად ვიტყვი აი ჩვენ რომ მოვიდეთ ხვალ ხელისუფლებაში რითი უნდა დავიწყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება აქ მინდა რომ კიდევ წინასწარ თქვა რომ კარგი იქნება ერთ-ერთი გადაცემა ასევე მიუძღვნათ მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების ჩარჩოს განხილვას იმიტომ რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითზე ვერ განვიხილავთ ყველაფერს, მაგრამ აი ამ თვითონ უწყებაში რა უნდა გაკეთდეს? პირველი ვიწყებთ თავიდან, ანუ საპარლამენტო კონტროლი. კონტროლი უნდა იყოს ძალიან ეფექტური, კონტროლი უნდა იყოს ჩვენ გვაქვს, ნუ ჩვენს ხედვაში რა თქმა უნდა იქ რა თავდაცვის უშიშროების კომიტეტის გაყოფის მოდელი, ერთი თავდაცვაზე მთლიანად ორიენტირებული და მეორე ძალოვან უწყებებზე, ან თუ ძლიერი საპარლამენტო კონტროლი არსებობს, თუ პარლამენტში ხდება მუდმივად წარდგენა ანგარიშების, უნდა მოვიდეს თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი თავის მხრივ აუცილებლად ანგარიშვალდებული უნდა იყოს მედიის წინაშე რგვალი მაგიდის ფორმატში მინიმუმ წელიწადში ორჯერ გამოდიოდეს ანგარიშს აბარებდეს ჟურნალისტებს და ამით საზოგადოებას ეს არის აუცილებელი მისი ანგარიშების წარდგენის გადავადება არ შეიძლება განუსაზღვრელი ვადით ანუ იცი რა არის ერთხელ შეიძლება მოვიდეს და გადაავადოს შემდეგ 3 თვეში ასე არ არის ერთხელ შეიძლება საპატიო მიზეზით გადაავადო მაგრამ შენ მუდმივად ქრონიკულად
გადაავადო, იმიტომ რომ დღეს შენთვის არასახარბიელო სიტუაცია, ან კრიმინალი მომატებულია. შემდეგ დანაშაულის გამოქვეყნების სტატისტიკა. სტატისტიკას ხო ყველა მალავს, ან აქვეყნებენ მოგვიანებით, ან არ აქვეყნებენ იმ სისტემატურობით, რა სისტემატურობით. ანუ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს საპარლამენტოს, ახლა ბევრს არ ჩავ, რა უნდა გაკეთდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროში თავის სტრუქტურით არის მონსტრი. არის ძალიან დიდია, შედგება ძალიან ბევრი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან და ამავდროულად საქვეუწყებო დაწესებულებებისგან, მაგალითად, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც თავის მხრივ შედგება სახმელეთო, საზღვრის დაცვა, სანაპირო დაცვა, სასაზღვრო ავიაცია, ხო? ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარი არის ჩვენთვის ახლა დანიშნულებზე დათო მილაპარაკა და ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით არ უნდა იყოს, თუ ხედვა იქნა ერთიანი, ყველა მინისტრს თითო მოადგილე უნდა ყავდეს ფიქსირებული ვადით დანიშნული. ძირითადად სხვადასხვა ქვეყანაში ესენი არიან საპარლამენტო მდივნები. აი, რო იცვლება მინისტრები, ინსტიტუციური ცნობიერება, რეფორმის მიმდინარეობის უწყვეტაზე პასუხისმგებელი პირი ვინც არის, აი შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგალითად თუ იქნება დანიშნული 5 წლის ვადით ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც იქნება რეფორმაზე პასუხისმგებელი, პარლამენტთან საკანონმდებლო პროცესზე პასუხისმგებელი ადამიანი, რომელსაც ინსტიტუციური მეხსიერება გააჩნია, იქ უკვე მინისტრის ცვლილება ისეთი დამანგრეველი და დამაზიანებელი არ იქნება. ეს მათ პარლამენტი ამტკიცებს მოადგილეებს თუ არა, მოადგილეები როგორ არის, იცი? ეხლა დღეს მაგალითად პრემიერი ნიშნავს წარდგენებით ხდება, მაგრამ ეს აი ეს თემა უნდა იყოს დალაგებული. ამის გარდა გენერალური ინსპექციას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი და მართლაც არის გენინსპექციის უფროსი უნდა იყოს ადამიანი, ასევე საქართველოს სინამდვილეში სჭირდება მას დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობას მას მისცემს რა? პირველი, რომ ის იყოს შერჩეული კონკურსის საფუძველზე. კონკურსი ყოველთვის გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ თვითონ ხარ ძლიერი, ანუ შენ ამოგარჩიეს. შენ გაქვს ის თვისებები, ლეგიტიმურობას გაძლევს პირველ რიგში და მერე დანიშნვის ხანგრძლივობა გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ ყველაფერს გაუძლევ ამ წნეხს, შინაგანი წნეხი, რაც გაქვს, გარედან წნეხი, რაც გაქვს და იცი რომ შენ არ მოგხსნიან და ამას მიიყვან ბოლომდე. გენინსპექციაში რა თქმა უნდა გატარდეს და გენინსპექციის მიმართულებითაც სტატისტიკა აუცილებლად და ეხლა გითხრეს რომ გენინსპექციამ მოახდინა სწრაფი რეაგირება, შევიდა თუ არა მასალა, მაგრამ სად იყო ის დაარქივებული მასალა, ხო? 4 წლის განმავლობაში თუ იღებდნენ, თუ კონკრეტული ქსელი და ქსელი არსებობდა და ეს თავკე ის არის. ეს რო გადაღების პროცესი. გადაღების პროცესი ეს არის საშინელება, ეს არის ილუსტრაცია. თვითკმაყოფილების რაღაცა მომენტი, რომ დაკიდება ან დაწინაურების თემაშია, ან მერე კომპრომიტირების თემაში. კონტროლის მექანიზმი არის, მაგრამ აქ ხო ადამიანის უფლებები ილახება. კიდევ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა არის სასაზღვრო პოლიცია. სასაზღვრო პოლიცია და ამ მიმართულებით ძლიერი პარტნიორები და ძლიერი მოკავშირეები არიან, აი რატომ არის აუცილებელი ჩვენთვის და შესაძლოა კომუნიკაცია და მუდმივი ურთიერთობის ქონა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი. მაგალითად, ხო იცი არა, გამოაქვეყნა ის ევროკავშირმა ახალი სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. სად არის ჩვენი დოკუმენტები? ჩვენი სანაპირო დაცვა, როგორ ვაპირებთ განვითარებას, ჩვენი კონცეპტუალური ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტები ხომ უნდა იყოს თავსებადი. ჩვენ ხო გვინდა ის პრაქტიკა, რაც მათ გააჩნია, ჩვენ ხო გვინდა ის ტექნიკა, რაც მათ გააჩნია, ის უნარჩვევები, რაც მათ გააჩნია. ბრიტანეთის მხრიდან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ხო ძალიან დიდი მნიშვნელოვანი რაღაცებია გასაკეთებული. გაძლიერებაა საჭირო გენერალური ინსპექციის. რას გავაკეთებთ? ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სენსიტიურ თემებზე აქვს გამოძიება, ხო? ნებისმიერი, აი არასრულწლოვნები, სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები, აი ამას თუ არ გააძლიერე ადამიანის უფლებების დეპარტამენტი და თუ რეალურად არ შეძლო შიგრიდან ადამიანმა წავიდეს და თქვას, რომ სისტემაში ეს მოხდა,
სხვანაირად ადამიანის უფლებების და სხვის უფლებას როგორ დაიცავ, შენ თუ შიგნითვე ვერ ეს დაიცავ. whistleblowing-ის ეგრეთ წოდებული სისტემა კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი საზღვრის დაცვის საოკუპაციო ხაზთან როდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმათ რო ჩამოიყვან თბილისში რუსთაველზე აქციაო და ამ დროს საოკუპაციო ხაზი დაუცველი რო ხდება იმ პერიოდში, აი ეს როგორ შეიძლება. ამიტომ საგანგებო სიტუაციების მიმართულებით ხო ცალკე უნდა იყოს და 112-ის მოდელი აი დათო და მე მუშაობდი და მაგალითად საფრანგეთში 112-დან ზარები პირველი გადამისამართება შინაარსობრივად ხდება თუ არის ის კონცეფცია რომელიც ერგება მეხანძრემაშველების მიდის პირდაპირ 112-ში. ეგრე მე ხსოვს პარიზში ეგრე იყო თავი ისე მეხანძრე პირველი მოდიოდა მეხანძრემაშველი. ყველა ნებისმიერ იმ ასე ვთქვათ 112-ის იმაზე მოდის პირველი მოდის მეხანძრემაშველი. კი. ანუ სასტრაფოც ის არის და პოლიცია ეგ არის. სამთო კურორტების მიმართულებით მაგალითად სვანეთი მაგალითად გუდაური ტურისტი გადაიჩეხა ვერ მოახდინეს რეაგირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. აი მაგალითად მოთხილაბური პატროლის ტურისტულ ქვეყანაში ხო არ შეიძლება ადგილობრივების იმედზე იყო, ხო? აქ ხო არის შესასყიდი ტექნიკა, ის ვერტფრენები, ის ხალხი გასაზრდელი, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს უნარჩვევები, ხო? მერე მოდის უკვე გდდ-ს მიმართულებით მასების მართვის კომპონენტი საერთოდ ცალკე არის გამოსატანი. ანუ ეს ის მომენტებია, რაც სჭირდება და რაც მთავარია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია. თუ პოლიციის აკადემიიდან არ მოხდა აღზრდა გულისხმობს არა მარტო ოფიცრების ხო პოლიციის ექსპერტად მას პოლიციის აკადემია ოფიცრების რა თქმა უნდა თან არის კურსები ხო სხვადასხვა მიმართულებით რომ შემდეგ გადაკვალიფიცირდეს სხვადასხვა მიმართულებით წავიდეს თუ იქიდან არ მოხდა აღზრდა და თუ შენ მე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიცია აკადემია დამთავრებულს ეტყვი რომ ვიღაცას მოვიყვან გარედან საერთოდ არანაირი პრაქტიკის მქონეს და იმას გვერდით საპირწონედ დაგიყენებ, რა თქმა უნდა, იქ მე უკვე ისედაც სტიმული ეკარგება ამ ადამიანებს და რაღაც ძალიან ძნელია მაგ ვითარებაში მაგ მომენტში მუშაობა რა, რთულია. შენ ხედავ შენს გვერდით ადამიანს, რომელსაც კვალიფიკაცია აკლია, უნარები აკლია, პრაქტიკა შენ თუ შენი მთელი ცხოვრება შეალიე 17 წლიდან ახლა უკვე 18 წლიდან შენ კარიერულ ზრდას, შენ ჩამოყალიბდი პოლიციელად, ყველა იმ მაჩვენებლით რაც უნდა გქონდეს და ვიღაცა დაგწევს და მოყავს ქუჩიდან ადამიანი და ხედავ რომ ჯერ თვითონ ჩამოუყალიბებელია ეს ადამიანი რა უნდა ის არიცეს ჯერ ძიების პროცესია და ამას საპირწონედ დაგიყენებს და მით უმეტეს მე ის ისე დანაშაულებს ჩაიძენს შიგნით გადაცდომებს რომ შენც შავი პიარი გიგორდება და რა თქმა უნდა ასე მოხდება ხო უწყებაზე ტყდება შემდეგ ყველაფერი ასე ვერაფერს ვერ მივაღწევ ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა წამოვიდეს ამ მიმართულებით და რაც შეეხება ახლა შემდეგ უკვე ნუ ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილს რაღაც დეოკუპაციის მიმართულებით ამას დღეს მაგრამ დანიშვნები და გარკვეული ვადი და კონკურსი არის დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო კონტროლის ზემოდან იმისათვის რომ აი ეს დაიმსხვრეს რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ იყოს პოლიტიზირებული, არაანგარიშვალდებული და მესამე პარტიულ გავლენებს დაქვემდებარებული უწყება. ეს თუ დაინგრა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს ბოლომდე, ესეთი ღირსეული პოლიციელები, რა თქმა უნდა, აბაზად ღირსეულ პოლიციელებზე უნდა იდგეს სახელმწიფოს მართლწესრიგი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დანგრეულია, იქ არ აქვს თქო გეუბნებით მნიშვნელობა დღეს ვინ იქნება ხელმძღვანელი. მეტ-ნაკლებად კარგი ყველა ხელისუფლების დროს არსებობს, მაგრამ მე გაფუჭდეს ბოლოს. არა, ბოლოს არ მოაშორონ, საერთოდ. საპარლამენტო რესპუბლიკაა და საპარლამენტო რესპუბლიკაში რაც უფრო ადრე გაითავისებს საჯარო მოხდა რომ მისი ხელმძღვანელი რეალურად არა რომელიმე მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი თუნდაც არამედ არის საქართველოს პარლამენტი, საერთოდ ხალხის მიერ არჩეული ორგანო, ნელა დამსგავსებით მართლა რესპუბლიკას. ძალიან დიდი მადლობა დათო, ლანა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, დარწმუნებული ვარ რომ ბევრი რამ გაიგეთ იმაზე თუ რა ხდება შიგნით, რატო ხდება. მე პირადად ბევრი რამე აღმოვაჩინე და ბევრი რამე რაღაც ლოგიკურ ჩარჩოში ჩაჯდა და რაც თავარია ძალიან გამეხარდება თუ აგრეთვე გაიგეთ ის თუ რომ არსებობს ხედვა, არსებობს გზა რომელიც შეგვიძლია გავიაროთ და ხო, ну შეიძლება 4 წელიწადში ერთ მანდატში საფრანგეთი ვერ გავხდეთ, მაგრამ ადამიანებს აღუდგეთ ნდობა პოლიციაში, იმიტომ რომ სახელმწიფო არ არსებობს თუ არ არსებობს ნდობა
განსაკუთრებით იმ ხალხში, ვინც უნდა დაიცვას წესრიგი, კანონი და ჩვენი უსაფრთხოება. ძალიან დიდი მადლობა დათოს და ლანას. ამით 24 ეპიზოდი დასრულებულია. მადლობა თქვენ. თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი ან სხვა ეპიზოდები, აუცილებლად გამოგვიწერეთ მარტო ყურების გარდა, გამოგვიწერეთ, დააჭერეთ გამოწერის ღილაკს, ზარის ღილაკს და ბევრ ამბავს გაიგებთ კიდევ ჩვენგან. მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. დერეფანი ამით დასრულებულია. მომავალ კვირამდე.